უპატიებელია ეს ყველაფერი, ანუ ეს ამხელა აგრესია, ეს არ არის მარტო ის ბრძანების შესრულება, ხო, აი ჩემ შემთხვევაში და სხვებისაც განსაკუთრებით რაც მინახავს. აი აბსოლუტურად ვინ არის გარანტორი, რომ ადამიანი არ შემოაკვდება ღმერთმა არქნას ასეთი რამ მოხდეს. შემათრიეს და მე უკვე რა ვიცი, ბევრი მირტყავდა და არ ვიცი ეს გაგრძელდებოდა ალბათ 2 წუთი მეტი არ, იმიტომ რომ მე ამ სპეცრაზმის უკან უკვე იყვნენ რობოკოპები, ფარებით და ხელკეტებით და მე იმათში ანუ მუშტიარებმა და არმირებულ ბათინკიანებმა ეს ბათინკი ძალიან მძიმე ყოფილა, რკინის ბათინკები და მე უკვე გადამცეს, ეგ მე მგონი კადრების შანსი მე არ ვიცოდი ამ კადრების ამბავი და ბოლოს უკვე პარლამენტის გასწვრივ უკვე იყო პოლიცია, რომლებმაც ასე მუჯლუბუნებით და ცემით პრინციპში ჩამტენეს. მაშინვე მივხვდი კი ვერ დავინახე, ნუ დამადეს ბორკილები, ჩამტენეს მანქანაში პოლიციის ვენი იყო ამდაგვარი, იმიტომ რომ წინ 2 პოლიციელი იჯდა და ის მძღოლი არც ერთი არ იყო, მძღოლი კიდე სადღაც წინ იგულისხმებოდა. ხო, მე იმ პოლიციელმა გააგრძელა ერთმა. მეორე მგონი მარტო გინებით შემოიფარკლა აკომპანიმენტით. ხო, ერთ პოლიციელი სადღაც მე არ ვიცოდი სად მივყავდით, მაგრამ აღმოჩნდა რომ აეროპორტის გზატკეცილზე ყოფილი პოლიციის ყოფილი დეპარტამენტი თუ რაღაც შენობა შუშის ძველი შენობა და იქ მიმიყვანეს მე როგორც მახსოვს ყოველ შემთხვევაში დარწმუნებული არ ვარ, ბევრი პოლიციელი იყო, მათ შორის უფორმოებიც, მაგრამ მე მგონი პირველი ვიყავი, იმიტომ რომ ეს მოხდა 12-მდე დარბევა დაწყებული არ იყო და ჯერ ეს ხმამაღლა მოლაპარაკე არ იყო ჩართული. ამიტომ შეცვალეს დრო, ვითომ 29-ში დამიჭირეს ღამის 2 საათზე თუ რაღაც, იმიტომ რომ გამოცხადების შემდეგ ეს ეშმაკუნები არიან ძალიან. ხეიბარი მეგონა რაღაც მომენტში. ჩემი თავი, იმიტომ რომ იმდენი ადამიანი მირტყავდა, რომ ვერ დავთვლი და მე მანქანაში ერთმა გააგრძელა, მაგრამ ჯანიანი ბიჭი იყო, ჩემი თავის ხელა თვითონ მუშტი ქონდა და ისედაც მაგინებდა რაღაცა წამომცდა პათეტიკური სულელური შეკითხვა, შვილებს როგორ უნდა ჩახედო თვალებში მეთქი და შვილებს როგორ მიგინებო თუ რაღაცა. შვილების შეურაცხყოფად ჩათვალა, თავისი არ. ეს ფრაზა და მაგაზე მე შედგა კაი დიდი გზა იქამდე. კახეთის გზატკეცილამდე, სადაც თურმე მიმიყვანეს, მე არ ვიცოდი სად ვიყავი და მე მოყავდათ, მე იქ მოყავდათ, ანუ იქ უკვე შენობაში ეთყობა კამერები არის და იქ ფიზიკურად არა მარტო გინებით და წვრილმანი შეურაცხყოფები, წვრილმანს ვამბობ რაღაც მდაბიურია, ეგ რაღაც გვედაზღვარი ხო აქვს იმას გაბრაზებასაც არა იმის ქვემოთ აღარ გწყის და შემოიფარგლებოდნენ და მოყავდათ დასისხლიანებული ხალხი. მე პირველი მეორე ვიყავი ალბათ, იმიტომ რომ სხვა ჩემამდე არავინ იყო, მალევე მოიყვანეს. მთელი სხეული თავი გატეხილი იყო რამდენიმეგან უკან ეს. მე ადრეც მაგ რეპეტიცია გავლელი 7 წლის წინ და თმიანში ურტყი მაშინაც ამბობდნენ ხოლმე რომ სახეზეც მოუვიდათ, მაგრამ ძირითადად ცდილობენ რომ სადაც არ ჩანს იქ გირთხან და სხეული ფეხები ყველგან რა ვიცი. ნუ ეხლა აღარ მაქვს ეს კვალი, მაგრამ ჩაქცევები ზოგიერთი ძალიან მტკივნეული, იმიტომ რომ როგორც ექიმებმა რაღაცა ფაფასავით იყო ხორცი ქცეული, ანუ ძლიერი და მოტეხილობები იყო, ეს ნეკნი უკანა მხრიდან ხერხემლის წინა მალი რაღაც ასე არახაზოვანი თუ ხაზოვანი მოტეხილობა სამედიცინო ტერმინოლოგიაში, კიდე რაღაცა კერჩი ეს ტკივილი ახლაც მაქვს და კერჩი 2 მოტეხილობა იყო უკან ნეკნი და ცხვირი ორგან ჩატეხილი. სადაც შეგვყარეს ყველანი დროებით აეროპორტის გზატკეცილზე ის შენობა ეთყობა ყოფილი პოლიცია, იმიტომ რომ ჩატეხილი იყო შუშები და მე რა მიჭირდა, მე უკვე წყლის ჭავლით დასველებულები მოყავდათ ძალიან ციოდა და იყო 2 პირი, 10 პირი, 15 პირი, იმიტომ რომ ყველა მხრიდან ქარი ქროდა. აი, ჩემ გვერდით იყო ახალგაზრდა ბიჭი, ჩამოვეყრდნობი, ხო შეიძლება ხო და ჩემ გვერდით ახალგაზრდა ბიჭი იყო, მაგარინაც მე იყო სულ სისხლიანი მთელი სახე და
ხო დაკავებამდე დაშავდიო, კი ბეზო დავგორდიო და დააწერინეს და მე მომიბრუნდნენ, აი ასე უნდაო და გაგიშვებ თუ გატყდები და უნდა გაგტეხო, რა უნდა გამტეხო დამამტვრიოს. მე უკვე გამტეხეთ მეთქი და ანუ ეს იყო ხო, რომ თუ ბოდიშს მოიხდი სახში გაგიშვებ და თუ დაგწერე რაც გვინდა და ანუ არაფერი არ დამიწერია, რაღაც ხელი მომიწერია იმ დაკავების ოქროზე და საერთოდ მოტეხილი მქონდა წელი გაბზარული და ვერც დავწერდი, მაგრამ და ისევ პალტოს საყელოში როგორც სანგარში თავჩარგულები მნელ ჩიხებში მივიპარებით და ვცდილობთ დროზე გავერიდოთ ქალაქს ნაომარს ფრთხილად ვაბიჯებთ იქ მიმოყრილ შავთეთრ ბიჭუნებს უკნიდან ვიღაც გამუდმებით ყვირის გაუმარ ჩვენ კი ჩუმად ვართ ისევ ყვირის ისევ სიჩუმე